მოკლედ, რა ხდება ახლა ამ ავტომობილზე? იქიდან მოვა. ესე იგი, ეს არის F10 525 დიზელი და ბევრი ვწერდა რომ გაინტერესებს რეალური პროცესი როგორ კეთდება, რა კეთდება, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი გამომწერის ავტომობილი. ამ შემთხვევაში ამ ავტომობილს უტარდება სრული სერვისი, ანუ კლავიშები თავის ჯაჭვებით და ამ სრულ სერვისს ანუ თავიდან ბოლომდე ახლა მანქანის შემოყვანიდან დაქოქონდე და გაყვანამდე თავიდან ბოლომდე გადავიღებ და შევეცდები ისე შემოგთავაზოთ, რომ ყველაფერი განახოთ რა როგორ კეთდება, იმიტომ რომ ტექნიკური ვიდეოები თან მოგვაკლდა და თან ინტერესიც იყო. და გამარჯობა შენ უყურებთ მაგაც. ეგ დამოვიწყდა. როგორ შეიძლება და ეგ გამორჩენოდა. ხო, იატაკში ატყობდით, თენგო, ნახე როგორ იატაკი მაქვს, თენგო. იატაკი მაქვს. მოკლედ ეს რა ქვია, გადავყევით ამის ღებვას და რაღაცა ნიტოსაღებავი ვიყიდეთ, მე მგონი ვერ მუშაობს თათ ისე როგორც გვინდოდა, მაგრამ იმედია ყოველ შემთხვევაში იმაზე უკეთესი იქნება, რაც იყო. და ეს რა ქვია, ოდეს მე ბოქს დავალაგებ პრინციპით რო ვიძახთი. დღეს მე რა დავალაგებ ბიჭებო დავალაგეს ასეთი ისე შეძლებვის დაგვარად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც იყო იმას ჯობია ნამდვილად. მოკლედ ახლა დავიწყეთ, გადავედით პროცესზე, ავწევთ ავტომობილს, ჩამოვიღებთ ძრავს, თავის კოლოფიანად და ნელ-ნელა ნაწილ-ნაწილ გაჩვენებთ რა როგორ კეთდება და თან ცოტა-ცოტას დაგელაპარაკებით კიდე ეს რა ქვია, ინფორმაციასაც მოგაწვით ამ პროცესში თავიდან ბოლომდე რა როგორ უნდა გაკეთდეს. ასევე 525 დიზელთან და ზოგადად F10-თან დაკავშირებით, მოდი ესე ვქნათ, F10-თან დაკავშირებით ცალკე ვიდეოს გადავიღებ ჩემ შეხედულებას ამ ძარასთან დაკავშირებით ცალკე მოგიყვებით ერთ ვიდეოში და ტექნიკურ საკითხებსაც, ანუ რაც ზოგადად F10-ებზე უნდა გავითვალისწინოთ, იმასაც გეტყვით და კონკრეტულად N57-ის შემთხვევაში ამ ვიდეოში იქნება თავიდან ბოლომდე ახსნილი N57-ის ტკივილები, არატკივილები, როგორ უნდა მივხედოთ და როგორ უნდა ვქნათ ისე რომ ავტომობილი ყვავდეს, დადიოდეს და ტვინს არ ბურღავდეს. წავედით, მოკლედ ახლა დავიწყეთ დაშლა. აი, ქარის სადღაც მარტო პეკაროში ცვალო, ნახევარი დღე გინდა რა. თუ არის ერთი დღე. ეს ბოლტი იხსნება, ეს ბოლტი იხსნება, ეს ბოლტი იხსნება, 3. დავუთ, ხო, მეტი არა. 4 ბოლტი ერთ მხარეს, 4 ბოლტი მეორე მხარეს. ორ ამხელა ბოლტზე, ბოლომდე გადაჭერა. ორ ბოლტზე კიდე პროსტო ისია მოშებულია. შიში ოხერია. შიში ოხერი კი არა, შიში. კლაპანერას უცარა. ამ ყველაფერს მე ახსნი, რომ გაუქმებული მანქანაა რა, ანუ ეკოლოგია 2 წელია გაუქმებული აქ მანქანას და ედუს ბაჭო კი ეხლა ამოვიდა. მაგარი გაუქმებული, იგეგეს და რაღაცებს, რაჭის მაგასაც ცოტა ხანში გაჩვენა. რა, ერთიან გავხსნი ამ ყველაფერს მე შეტანხმები.
რემბო ტელევიზორში როა. აი რა იცით ვალმოთით მანქანას რო წმინდა ამ მდგომარეობაში ვარდება ადამიანი. ათი შეგაგე გაწმინდა. გითხარი გაგა ტელევიზორზე. არა ყოველ შემთხვევაში ის პლუსი აქვს რომ ნაცნობებს არ იმაშვება რა კარტერში არ ტოვებს და მიხმობის საშუალებას არ აქვს ზეთი ისრუტავს ნაცნობებს და ეგრევე შავდება ეგ პლუსი ზოგადად ისე ვეძახით რომ დიზელი მყავს და ჩემთან ზეთი არ შავდება და რაღაცეები ეგ კარგს არ ნიშნავს მაინც უცებ დიზელში ზეთი არ შავდება და შეიძლება ნაცნობებს უნდა იწოდეს უმტრიანად რაც წვის კამერა ხდება კარტერში ო შეაფერია ცოტა წილი ედება. არა. დიაური არ არის, მაგრამ კაი. რატო კაი? წვიმს. ო, ასე. ჩაჩავებული. გაზები გადმოდიოდა. აი ნახე. ხო. ცილინდრიდან, აი ამ ცილინდრიდან გადმოდიოდა გაზები. და იმიტომ არის და ამიტომ ქონდა გამომწვარი ისინი? ხო, ხედა? ნუ როგორ ნახე? ო, როგორ დღეში. ხედა? გაზები რა ხდება, რა? ის პრობლემა უკდა. ხო. სადამდე ნახე ყველასული. და? ახამდე ალბანეთში ახლოს ახლოსა. ხახტება და მშვიდობა გწმავა. გადიოდა კალენდარი და წინდაუხა სადე? ხო, და იმიტომ იმას ხდება. კარგზე. გააძელოს, მე დავიღალე. საერთოდ ფილმი გავუძე, წაიგი თავს. ყოველ შემთხვევაში იგივე. არა, შეიძლება. მალე რო გარაწყინდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტა რამბულა. ნაი ბოლო არის ცოტა წას მალე რო გარაწყინდა ბოლოსაც. კაც. გამოვიცვალეთ დანარჩენი ხოლე გაგზავნეთ. ოდე ხე მოვიტანე M47-ის რასპედოს, პროსტა შევადაროთ რა. ზომები მაინტერესებს. რამდენად მასიურია M47. წესით ბევრადაა, მაგრამ მაინც მასიური უნდა იყოს. ეს არის M47-ის კალენვალი. ის ადგილები, რომელიც N47-ს დასუსტებული აქვს, M47-ს აქვს ბევრად სქელი და მასიური. შეხედე? კედეს აქ უყურე და აქ უყურე კედეს რაჭერს. ამის კედლები შეადარა ერთმანეთს. საგრძნობლად მასიურია M47 და შესაბამისად გაღუნვისკენ ნაკლები მიდრეკილება მაგის გამო აქვს ზუსტად. ეგ არის მიზეზი, რატო ახასიათებს ნაკლებად გაღუნვა, მაგრამ ნუ ამასაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, უბრალოდ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე N სერიის ძრავს ამას დავდებ ხა თავის ადგილზე და მოვა. ეხლა რაც შეეხება ამის არხებს. არხები არის სრულიად გამოსაწმენდი და ამ არხის არ გამოწმენდამ ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ გამოიწვიოს. აი ეს არის კაკრას იზეთის ნადები, რომელიც არსად არ მიდის და ფიზიკურად ამ არხიდან ვერ გამოდის, როცა ძრავი აწყობილია. ანუ ვერც კლადიში გამოიტანს ამხელა ნადებს და ვერცად ვერ გამოიტანს შეხედე ხა ნადების რაოდენობას რა. ფიზიკურად ამას შეხედე იქ რა ხდება. ამას ზოგადად იწვევს შედარებით დაბალი ხარისხის ზეთი და რაც კი რამე ძრავში ნადები გროვდება მოაქვს ძირითადად ამ არხებში და ნადებით ამოვსება ამ არხების იცის მერე ზეთის ფიზიკურად აღარ გატარება, ვეღარ შეზეთვა და კლადიშის დახრიალება. ნუ ერთ-ერთი მიზეზია, თავარი და ძირითადი არა, ძირითადად სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგრამ ეგ ერთ-ერთი მიზეზია. ამას კიდე დიდი რაოდენობა არ აქვს დაგროვებული. ბევრად უარესებიც ვინახავს. ამას უყურება. ნადები მოგროვდება, ბოლოს დაკარბონდება, მერე გაიჭედება და მერე კარგად იყავით. დასრულდება ისტორია. შეძლებს და გვარად უნდა გამოწმინდოთ და მოვაცილოთ ეს ნადები აქედან. მოკლედ კალენვალი მზად გვაქვს, ახლა ბლოკი გავასუთავოთ. და პირველი ტესტ ფიტის დრო მოვა.
კიდე ერთი რამე გასათვალისწინებელი, როცა ძრავს აწყობთ ზედაპირები, სადაც კლადიში ჯდება, უნდა იყოს მაქსიმალურად შრალი და არ უნდა იყოს ცხიმოვანი, იმიტომ რომ კლადის ნაკლები დატრიალების შანსი გქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ პაზებში ზის და არ უნდა დატრიალდეს, მაინც თავი უნდა გადავიზღვიოთ ყოველთვის და არ შეიძლება ქვევით რამე ცხიმის მოხვედრა. ესე იგი, ალბათ ამის ახსნა არ მჭირდება იდეაში. მაინც ახსნი, რომ ყველა კლადიშს აქვს თავის ჩამკეტი და არასწორი მიმართულებით ძალიან რთულია რომ დააყენო. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ხელით გავასწოროთ ზედაპირთან, სანამ მეორე ნაწილით დავპრესავთ. რადგან პირველიც და ჯერ გაზომვის ეტაპია. ამიტომ კალინვას ვდებთ შრალად, არ ვუჭერთ საერთოდ. εντάξει, ესენი დანომრილია და ძალიან რთულია რომ აგერიოს. იშვიათად ეგეთ შემთხვევებიც მინახავს, მაგრამ მაინც წესით ვერ უნდა მოვახერხო. მოკლედ, შემოწმების ეტაპზე ვიყენებთ ისევ ძველ ბოლტებს. ზოგადად ძველი ბოლტები არ უნდა გამოვიყენოთ ავტოწარმოებაში. ერთი მარტივი რაღაც დავიმოსოთ, რომ ბოლტი, რომელიც გრადუსზე ეჭირება, მნიშვნელობა არ აქვს, სადაყენია ის ბოლტი ყოველთვის იწელება და აუცილებლად ახლით უნდა შეიცვალოს. არ აქვს მნიშვნელობა, სად დგას ის ბოლტი. შესაბამისად, არ ჭირდება მაგას 9-ჯერ ინსტრუქცია, რომ აი ეს ბოლტი უნდა გამოიცვალოს, ის უნდა გამოიცვალოს. ბოლტი, რომელიც გრადუსზე ეჭირება, აუცილებლად უნდა გამოიცვალოს, იმიტომ რომ გაწევადი ბოლტია ყველა და გათვლილია იმაზე, რომ უნდა გაიწევოს გადაჭერვის მომენტში. შესაბამისად, ერთხელ გაწერილი ბოლტის მეორედ გადაჭერა არ არის სასურველი. ნუ galokაზე ჩვენთან ეხლა შედარებით იაფიან ძრავებზე მეც გამომიყენებია მეორადად ეგ ბოლტი, მაგრამ არ არის სასურველი. თუ არის საშუალება, აუცილებლად შეცვალეთ ახლით. თუ არ არის საშუალება და დახარჯული ათასობით ლარი კიდია, მაშინ დავიკიდოთ და გავაგზავნოთ ისე როგორც ვეკიდა. ბოლტების ჩაყრის მომენტში ხელით გავუშვით ხოლმე ყველა ვარიანტში, რომ დარწმუნდეთ, რომ რეზბა მიდის, ასევე ყოველთვის დააკვირდით, რომ ქვევით რეზბა სადაც ჩადის, იქ არაფერი სითხე რაღაცები არ იყოს, იმიტომ რომ ზედმეტწნევა არ შეიქმნას და არ გახეთქოს, რაც არ არის გასახეთქი. და ნეტა ორი ბოლტი სად არის კიდე. ესე იგი, პისტოლეტით უბრალოდ მივყავს, ამით გადაჭერა არ შეიძლება ასეთ შემთხვევაში და ვიყენია ყველაზე დაბალ ბრუნგზე. მოკლედ, ჯერ უჭერთ ხარხმულ პარამეტრებზე, ანუ ამ N57-ს აქვს 25 ნიუტონი, 50 ნიუტონი, 60 გრადუსი და 60 გრადუსი. დავიწყეთ ახლა პირველი 25 ნიუტონები და ვიწყებთ, რა თქმა უნდა, შიგნიდან გარეთ. ეს 25 ნიუტონები გადავეწყოთ ახლა 50 ნიუტონზე. რეალურად რახან გაწერილი ბოლტია, მე მეორე 60 გრადუსს აღარ გადაუჭერე აქ ამ შემთხვევაში და მე უკვე ახლის აწყობისას გადაუჭერ მეორე 60 გრადუსსაც. რადგან ვამოწმეთ უბრალოდ, მაგიტო აღარ ვიწვალებ ბევრს. ეს იყო გრადუსები, ეს იყო ნიუტონები უფრო სწორედ, ეხლა გვინდა გრადუსები. ისეთი საქმე არა, კაი ნერვების პატრონმა რომ უნდა აკეთოს რა. ხა შემთხვევაში რომ სხვისი მოტორის კეთების საკუთარი ხარჯებით სხვისი მოტორის კეთება მოგიწევს ეგეთი საქმეა რა. ან ნერვები გაქვს კაი, ან ნერვები გაქვს კაი, ან ძვირიჯდება რა. კაი, ახლა ეგ მოხსნათ და ნახოთ რა დაგვხდება შიგნით. თუ ყველაფერი კარგად დაგვხდა, მოვაგრძელებთ აწყობას. დაშლის შემთხვევაში ვშლით გარედან აუცილებლად. აი, ამით ვერ დავშლით. ნებისმიერი გრძივი მოწყობილობა, მაგალითად როგორიც არის ალენვალი და რასპედვალი, დაშლის შემთხვევაში ბოლტები იშლება გარეთ მხრიდან და იწყობა შიდა მხრიდან. ანუ გარედან შუისკენ იშლება და შუიდან გარეთკენ იწყობა. მაინც რა ვიცი. რასპედვალი რო არ დაღუნოთ უბრალოდ, გამოგადგებათ. და მე მიდის ხოლმე, ვაი, რატო გაიღუნა ნეტა რა ჭირს და ეგ ჭირს. ვიცით რომ ხარხმული პარამეტრების მიხედვით ზაზორი უნდა კონდეს 0.020-დან 0.053-მდე. აგერ გვაქვს მილიმეტრები და შეგვიძლია თავისივე ხარხმული ინსტრუმენტით გავაზომოთ. 53-მდე გვაქვს ზაზორი ამ შემთხვევაში, 51 გვაქვს უფრო სწორები რომ ვიყოთ. 0.051, რაც ძალიან კარგია.
აქ გვაქვს დაჟინებული 0.18-ისკენ გადახრილი. აქაც ქარხნულ პარამეტრებში ვждებით 0.38 და 0.51 შორის ვართ. აქაც იგივე შემთხვევა გვაქვს, აქაც 0.51-თან ვართ. აქაც იგივე შემთხვევა გვაქვს და აქაც იგივე შემთხვევა გვაქვს. ეს ახლა რას გეუბნება, რომ შეგვიძლია ეს კანონი ავაწყოთ და კარენოვითონ პრობლემა არ გვექნება ყველაფერი ზის ქარხნულ პარამეტრში. ეხლა ვიზოთ ესეთ რაღაცას. ამ ვოლტების ადგილებს, სადაც ახლა ჩაუჭირი ამოწმინდა, ჯერ ამოვიღებ კანონს, რომ შატუნებში კლადიშები ჩავალაგო ქვედა მხარე, იმიტომ რომ მე ძალიან გამიჭირდება და უბრალოდ ნერვები უნდა მომიშალოს. მე უკვე ჩავდებ კანონს, როგორც აწყობის რეჟიმში ავაწყობ, დავამთავრებ კანონს და მე გავზომოთ უკვე შატუნებზე ზაზორებს და მე უკვე დავიწყებთ ჯაჭვის აწყობას. ქვედა მხარე მაგით დამთავრდება. ჩავალაგეთ ახლა კლადიშები შატუნჩიკებში მშრალია სრულიად. მოდი აქვე ავხსნე კიდე ერთ მთავარ ფაქტორს, ახლა მოვიტან და ყველა მარტივად მივხვდებით რაზეა საუბარი. ეხლა რაზე მაქვს საუბარი რა? ანუ რაც შეეხება კლადიშს და რომელი კლადიშს უნდა დადგეს. შეიძლება როგორი არათანაბარი ზედაპირი აქვს. ეს არის გაწყვეტის მეთოდით დაშლილი შატუნები. შესაბამისად, გაწყვეტის მეთოდით არის დამზადებული ეს შატუნები. ეს არ არის ქარხნულად გადატარებული. აქ ლაზერით იჭრება და მერე წყდება ფიზიკურად. ანუ მზა დეტალი. შესაბამისად, ყველა ხუფი შატუნის მიდის იმ შატუნზე, რომლიცაც არის. ანუ სხვა შატუნზე ფიზიკურად არ შეიძლება ამის დაყენება, იმიტომ რომ ზედაპირში ფიზიკურად არ ჩაჯდება. შეხედე, აი შატუნსაც როგორი ფორმა აქვს დააკვირდი, დახრილია, გაწყვეტილია. ანუ ეს არ არის დანადგარზე და დაზგაზე დამზადებული და ამის არასწორად დაყენების შემთხვევაში, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაყენთ. ხო, უყურე, პროსტა დავადებ, ეს არის ამ შატუნის და ახლა მოვიდა სხვა შატუნისას და პროსტა დავადებ და მივხვდებით რას გულისხმობდი რა. და კარგი ვარიანტი შევხვდა ხელში, ანუ ცერად არის გაწყვეტილი და ადვილი მისახვედრი იქნება. აი ეს არის მაგალითად მეხუთე ცილინდრის და შეხედეთ როგორ არათანაბრად ჯდება, ანუ ფიზიკურად ამას აქ ისე სწორედ ვერ დასვა, როგორც უნდა იჯდეს. ზედაპირი ეგრევე შეუძლებელია რომ დაждდეს, შესაბამისად შეუძლებელია რომ ეს იაწყობილმა ძრავმა იმუშაოს. ეს არის აი ამისი და შეხედეთ ახლა აქ როგორ დადგება. ურე იდეალურად, იმიტომ რომ თავისი ნაწილია, ანუ შეხედე ზაზორი საერთოდ თითქმის აღარ რჩება და ამას რო გადაუჭერ ზაზორი საერთოდ არ რჩება აქ ამ შემთხვევაში და აუცილებლად ყველა ხუფი უნდა ეყენოს თავის შატუნს და არა სხვას. მაგ შემთხვევაში იმუშავებს რა. როგორც კი აურავთ, ეგრევე დაამთავრა იმან მოღვაწეობა პირველივე დაკოქოზე. ამიტომ ბევრი არ იწვევთ და დააკვირდით სად რას აკეთებთ. სასურველია რა თქმა უნდა სანამ დაშლით დანიშნოთ და დარწმუნებული იყოთ რომ ყველაფერი სწორედ გვაქვს გაზომილი, გამზადებული. ეხლა ამზადებთ კალინოას ჩასადებად. იმისთვის რომ კალინოა ჩავდოთ, კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, გამოვიყენოთ სპეციალური შესაზეთი საფოხი მასალა და არა ზეთი, იმიტომ რომ ზეთით გამზადებული ზედაპირი, ან ზეთით დასველებული ზედაპირი, რომელზეც კალინოას ავაწყობთ, შეიძლება ახლა მაგალითად დღეს აიწყოს ძრავი და ხვალე მოგვიწიოს ამ ძრავის დაქოქვა, ზეგ მოგვიწიოს ამ ძრავის დაქოქვა. პირველი დატრიალება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ ზეთის არხები შეივსება, იმიტომ რომ ძრავი დაშლილია და ზეთის არხებში არაფერი აღარ არის და პირველი დატრიალებაზე ძალიან დიდი შანსია, რომ ფიზიკურად ზეთის ზედაპირი არ იყოს საკმარისი, წასმული ზეთის, ანუ აქვე ზეთი დავაწყვეტოთ, ძალიან მალე ჩამოიღონდება ის ზეთი და იმ ზედაპირს შეიძლება შექმნას, რა ზედაპირიც უნდა შექმნას. ამისთვის აუცილებელია სპეციალური ასაწყობი სითხე, რომელთაც სითხე რა, ანუ სამაზკა, ასაწყობი საფოხის საშუალება, რომელთაც უნდა გამზადდეს ძრავი იმისთვის, რომ აიწყოს. თლად ორივე დრის დასხმა არ არის საჭირო, მაგრამ იმდენი საჭიროა, რომ ზედაპირი სრულიად შეიზეთოს, შეიპოხოს და როცა ძრავს ავაწყობთ და პირველ დატრიალებაზე მიდგება საქმე, არაფერი არ მოიწიოს. ვიცი ახლა მატორისტებიც უყურებენ, ან ძრავის მექანიკოსები, მოდი ესე ვიტყვი რა, ძრავის მექანიკოსებიც უყურებენ ამ ვიდეოს და თუ აქამდე არ იცოდით სად შეგეძინათ კარგი ხარისხის საფოხი საშუალება, ცოტა ხანში გააგებინათ. ერთი-ორი ვიდეოს და გააგებინებთ სად რა უნდა შევიძიოთ იმისთვის, რომ რაღაცეებში დაზღვეულები ვიყოთ. მემზადებით რაღაცისთვის და ყველა გაიგებს ძალიან მალე. მთავარ საკისრას რაც შეეხება, აუცილებლად გვერდებიც უნდა შევუპოხოთ, სადაც კალინოას უწევს მუშაობა. ფერს გაუჩნდა რა კითხვა, რომ შატუნს რატო არ აწერია არასდროს და რავი არასდროს არავინ არ იცის სად დადგება. შესაბამისად როგორ გინდა დააწერო. შატუნს ეწერება მხოლოდ მაშინ იმ შემთხვევაში, როცა აი ავთემაკეთ არაქარხნულ ძრავს აწყობს ვიღაცა და იმ კონკრეტულ ძრავს, რასაც აწყობ, ანგარიშობ, წონი, ყველაფერს ითვალისწინებ, მაგ შემთხვევაში უკვე ნომრავ შატუნებს და მაგ შემთხვევაში დანომბრილით აწყობ. ქარხანაში არასდროს არ იწყება დანომბრილი შატუნით არაფერი, იმიტომ რომ არავინ არ დადგება და დანომბრვას არ დაიწყებს.
ასევე ბარემ იმასაც ვიტყვი რა, ყველა უღელს აქვს თავისი ჩასაჯდომი მიმართველი, რომელიც თავის მიმართულში უნდა ჩაჯდეს. აწყობის პროცესში და სანამ მიმართულში არ ჩაჯდება, ვოლტი არ გადაუჭიროთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად დაამთავროთ ეგ ისტორია. ამიტომ მიაქციეთ მაგას ყურადღება თუ ვინმე გადაწყვეტ ძრავის აწყობას. და ყველა ბლოგზე შესაბამისი მიმართველი აყენია, შესაბამისი უნაგირი აყენია. ანუ იდეაში უნაგირების შეცვლაც არ შეიძლება რა, ანუ ერთი ბლოკიდან მეორეზე გადატანაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველა ბლოგზეა მორგებული თვითონ. ნუ თავისი ადგილი გააჩნია ცხოვრებაში. თუ პირობითად ბლოკი გაფუშტდა და გადასაგდებია, უნაგირიც მიყოლა. ტაქს, მოდით გავამზადოთ ბოლტები. რაც შეეხება ახალ ბოლტებს, ახალი ბოლტები ყოველთვის არის ხოლმე სპეციალური შეზეთვით დაფარული. არასდროს არ გარეცხოთ, არ გაწმინდოთ ეს ბოლტები, არაფერი მსგავს არ უქნათ, პირიქით. ეხლა ცოტა ზეცას დავუმატებთ. და ისე გავუშვებთ, რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ ნებისმიერი ზედმეტი ხახუნის ძალისგან. ზეთს ახლა 2 ლიტრას მაინც და მაინც უნდა ასხავთ ზედ, ანუ არ გაიჭედოს შიგნით. ანუ იმ რაოდენობის ზეთი არ გამოიყენოთ, რომ ქვევით დაგროვდეს და ჰიდრავლიკური წნევა შექმნას, იმიტომ რომ ეგ სულად დასრულდება ბოლტის გადაჭერის პროცესში. ეს ზეთი ესეა იმისთვის, რომ მოჭერის პროცესში ალუმინის კედელთან, რომელშიც ეჭირება მინიმალური ხახუნი კონდეს. და არა იმიტომ, რომ რამეში იქ მერე ქვევით ჭირდება. არის პირველი პარტია. რისთვის იყო საჭირო პარემ გახაზო მაგასაც ავხსნი. ყველა დგას თან ერთნაირი მიმართულებით. ნუ რამდენად სწორედ გავხაზე ერთნაირი მიმართულებით დგას. მაგრამ სამაგიეროდ რომელიმე რო გამოურჩეოდა, ანუ ადამიანური ფაქტორი არასდროს არ უნდა გამოურიცხოთ და ყველა შეიძლება შეცდომა მოგვივიდეს. შესაბამისად რომელიმე რო გამოურჩენოდა, მარტივად მივხვდებოდი რომ რაღაცა დამაკლდა და მივაქცევდი აუცილებლად ყურადღებას. ამ შემთხვევაში ხედავ რომ არაფერი არ დამკლებია. კარნვალი ისე რა თქმა უნდა როგორც უნდა მოძრაობდეს, ისე მოძრაობს. აი, წავედით ახლა მეორე პარტიაზე. და ეხლა ვიღაცა ადგება და მეტყვის რომ რა უნდა მაგას მოუ მე კლავში მაგძალა ხვდები სად რამდენით უნდა იყოს ჩემო ძმო რო ხვდები იმიტომაც ვაკეთებ მე მაგმატორებს ეს არის მაქსიმუმი ამის ხალხი 10 მიკრონი არაფერი არ არის 0.65-მდეა დაშვებული ამდენად ეგ არის ამ შემთხვევაში ვარე მაგასაც აღნიშნავ. შესამოწმებლად იწყობა ძველ ბოლტებზე, მაგრამ რას ვამოწმებ თუ პლასტიკ გეიჯი არ ჩავდი, არ ვიცი. შესამოწმებლად იწყობა ძველ ბოლტებზე, გადამოწმდება და მე უკვე ავაწყობთ ახალი ბოლტებით. მოდი, ახლა 20 ნიუტონი, უცბად მე 70 გრადუსი. ნორმაში ყველაფერი. შეგვიძლია ბევრი არ ვიდარდოთ. ზოგადად ორიგინალ შეფუთოში მოდის ხოლმე 4 ცალი, ანუ 2 შატუნის არის ერთი კომპლექტი იდეაში. მე რაღაცა მეტალი, ამას უყურე, მეტალის ნაწილაკი ბოლტიდან. სულ ახალი ბოლტიდან. ისე გაიზეთი და ხელი გაუსვი. ბარე იმასაც ავსვი, ანუ შედარებით მეძეც რატო ახმარო, იმიტომ რომ შატუნს ხვევით. ნახურეთი აქ და რამდენი ზეთიც არ უნდა წაუსვა, მაინც არაფერი არ მოვო. გიდროდარტყმას ვერ მივცეთ ბოლტს, შესაბამისად შეიძლება პირდაპირ ჩააწუწოთ. პრობლემა არ არის. ხა ეს გადაუჭირეთ და გადავიდეთ შემდეგ 2 ცილინდრზე. გადახარ არ აქვს საერთოდ. რაც ძალიან მიხარია. მოკლედ რაც შეეხება ბარემ ჯაჭვების საკითხიც გავიაროთ. ორი სიტყვით რომ ყველა ვიცოდეთ რა ხდება ზოგადად ჯაჭვთან დაკავშირებით. ესე იგი, ეს არის ორიგინალი, რაც BMW-დან მოხსენით. BMW 2016 წელს თუ სწორედ მახსოვს, მოახდინა ჯაჭვების რევიზია, ანუ შეცვალა მატერიალიც და შეცვალა თვითონ წარმოების სტრუქტურაც და იმისთვის რომ მარტივად გავარჩიოთ რომელი არის შეცვლილი, ანუ რევიზია ახალი და რომელი არის ძველი, აი ესეთი სამკუთხედები უნდა კონდეს ახალ რევიზიას ყველას რა. მოიცადე შევეცდები გაჩვენო წესვირად.
ხედავ სამკუთხედებს? ეს სამკუთხედები არის ახალი რევიზია. და ნუ რეალურად ამ რევიზიამ მოგცა ის, რომ ახალი ჯაჭვი შედარებით მეც დადის, ვიდრე ძველი დადიოდა. ეხლა ნახოთ რა მდგომარეობაში იყო ამ მანქანაზე. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ მოვლილი იყო ავტომობილი, ზეთის დროზე ეცვლებოდა და გარბენიც არა აქვს დიდი, მაინც ხედავთ რამხელა სხვაობა ჯაჭვის სიგრძეში. აი ეს აქ თვალით რო ჩანს, რამდენიმე მილიმეტრი. რეალურად ძალიან დიდ სხვაობას იძლევა მუშა პროცესში. უკვე და ეს ჯაჭვი როდის გაწყდებოდა, არავინ არ იცის. მალე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად გაწყდებოდა. დიდი ჯაჭვი ვნახოთ, რომელიც შედარებით ნაკლებად იწელება ხოლმე და მაინც გადავამოწოთ რა მდგომარეობა გვაქვს. აქაც იგივე საკითხია ზუსტად რევიზიის. ანუ ეს არის ახალი ჯაჭვი, ეს არის ძველი ჯაჭვი. ახალ ჯაჭვს აქვს ეგ სამკუთხედები, ძველს არ აქვს და მაგ სამკუთხედებით მარტივია მიხვედრა, ჯაჭვი ახალი თავობაა თუ ძველია. მოიცა გავათანაბრებზევით, ზევით თანაბარია, მარჯვენა არის ძველი, მარცხენა არის ახალი. სხვაობა რამდენიმე მილიმეტრია აქ, მაგრამ რეალურად მუშა პროცესში ეს რამდენიმე მილიმეტრი უკვე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. რაც შეეხება ასევე, მოდი ესეც გავიაროთ, ეს არის ჯაჭვის მიმართულები, მოდი ესე ვიტყვი ქართულად, რომლებიც ასევე რევიზირებული ვერსიაა, ორიგინალში მოდიოდა ესეთი თავის დროზე და ეხლა BMW აწარმოებს უკვე ამოავს ეს სივრცეები რეალურად და ამ სივრცეების ამოვსება მისცა ის, რომ გაცილებით ჩუმია ძრავი, ანუ ჯაჭვის ხმა გაცილებით ნაკლებად ისმის. მეტი ამას ფუნქცია არაფერი არ გააჩნია, მაგრამ ერთი მხრივ მაინც ასწავლებს, რომ ნაკლები ხმა მაინც გესმის ძრავიდან, მოტორიდან არა ძრავიდან. მოკლედ, დავაი ეხლა დღეს მოვჭით ამით, მაიმუნობას და ხვალე გავაგზავნოთ უკვე აწყობას და დაქოქვის პროცესსაც გადავიდეთ და გაჩვენებთ ბარემ რა და როგორ ხდება. დავით. დაიწყო ავტომობილი, კლევის სისტემა შემოწმებულია, დაჰაერებულია, ვაკუუმით არის აწყობილი უკვე, ზეთი ჩასხმულია, ძრავი გამზადებულია. ეხლა სადოთ პირველი დაქოქვა და ბარემ აქვე ახსნე კიდე ერთ საკითხს პირველ დაქოქვასთან დაკავშირებით, ზოგადად დიზელს არ უყვარს საწვავი რო თავდება. როცა სისტემას ცლი, საწვავი ყველა ვარიანტში გითავდება. განსაკუთრებით N47-ს, ანუ CP4.2 რაც უყენია საწვავის ტუმბო მაღალი წნევის. ამ საწვავის ტუმბოს ახასიათებს თავის თავში ისედაც სიკვდილი, ანუ ისედაც არ არის ძალიან გამომდგარი და გამძლე, შესაბამისად, ანუ მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ამ ძრავის უსაწვავო დაქოქვის ცდელობა ან გათავებული საწვავი დაქოქვის ცდელობა. ელექტრონულად უნდა ამოატანოთ, რაც შესაძლებელია რომ ამოიტანოს და მერე უნდა ცადოთ დაქოქვა. აქვე კიდე ერთი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ იაფიანი დიზელის ჩასხმა თანამედროვე კომუნიკაციულ სისტემებში არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ სისტემას არც ძველში არ არის სასურველი, მაგრამ ძველს კიდე ჯანდაბას, ანუ გაცილებით ნაკლებად პრობლემური კომპონენტები აქვს და ნაკლებად ცვეთისკენ მიდრეკილია. თანამედროვე სისტემები, ანუ გაცილებით მიდრეკილია ცვეთისკენ და გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ კარგი ხარისხის დიზელი ესხას, იმიტომ რომ დიზელს აფეთქების გარდა აქვს ასევე შეპოხვის ფუნქცია და დიზელთან ერთად დანამაცას თუ გამოიყენებთ, მით უკეთესი იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ საწვავის სისტემას რაღაცა არ დაემართება და ყოველთვის წყობაში გვექნება. წავედით ახლა საწვავის სისტემას ელექტრონულად ამოვიტან, მოიცა, გასაღები ავიღოთ, რომ ის ვერაფერს ვერ ამოვიტან. საწვავის სისტემას ახლა ელექტრონულად ამოვატანინებ საწვავს და მერე დავქოქავთ. პირველ დაქოქვას რაც შეეხება, პირველი დაქოქვა ყოველთვის შედარებით რთულია ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი ტრიალი დაჭირდება, სანამ სისტემა სრულად შეავსებს და აერებისგან დაცლის, მაგრამ წინას არ ამოტანა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აერებისგან შედარებით ადვილად დაიცალოს და ნახევარი საათი არ ვატრიალოთ და ეს ადრეს პრინტერებს რო ქოქავდრე ხოლმე რა, მეხუთეში რო ჩაგდები და გამოაბავდნენ და 2 საათი ათრევდნენ რაკეთ იქით რომ ვინაირად დააერებინათ, დღეს ეგ პრობლემები აღარ გვაქვს და ამიტომ მოდი ისე მოვიქცეთ, რომ ეგ პრობლემები აღარ დაგვიბრუნდეს. კაი, ეხლა უცბად დავაჰაეროთ. ძრავის ჩეკის გვინთება თუ არ გვინთება, იცით საინტერესო. დიდი შანსია ძრავის შესწავლები არ გქონდეს. იგი
ეგერებზე სავარაუდოდ კიდე პროგრამულად წასაშლელი იქნება. ხო, ანუ აქ კიდე ერთი საკითხია, რომელიც არ ამიხსნია რა და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი, ეს მანქანა ამ მანქანაზე თავის დროზე გაუქმებული იყო ეგერი თავის დროზე გაუქმებული ცოტა ხვამაღალი ნათქვამია, მაგრამ გაუქმებული იყო იდეაში ეგერი, AdBlue და DPF. რეალურად მანქანას ანუ შეცდომაც ძალიან ბევრი ქონდა პროგრამულად დარჩენილი და იმის გარდა რომ პროგრამულად შეცდომა ქონდა დარჩენილი, გამონაბოლქვის სისტემაში არსებული AdBlue-ს ავზით ზედეყენა რატომღაც და წარმოიდგინეთ ანუ AdBlue-ს ავზი როცა ფიზიკურად ვეღარ წმენს ვერაფერს და იმიტომ ვერ გაწმინდავს რომ DPF-ი აღარ აყენია და პლუს ამ ყველაფერს AdBlue სითხე აღარ ისხმება, იმიტომ რომ ინჟექტორი აღარ მუშაობს, იმიტომ რომ პროგრამულად გადიშული მთელი შავი ნაწილაკები, ანუ რასაც DPF-ი უნდა წმინდავდეს, მოდის და იბიძნება უკანა ავზში. შესაბამისად, მანქანას აკლდება გაწევა, მანქანას ეწყება ზაგზაგი, ტანჯვა და საბოლოო ჯამში, სრულად გაჭედვის შემთხვევაში, დარტყმამდე შეიძლება მივიდეს ძრავი და დაზიანდეს, ამიტომ თუ რამეს აუქმებთ, ადამიანურად გააუქმებთ, ასევე ეგერზე. მოდი ბარემ აქვე ვიტყვი რა, N57-ს და M57-ს თუ ეგერს აუქმებთ, გააუქმებთ ადამიანურად, ლარიანების ჩატენვით, რაღაცა ფირფიტების გაკვეხებით და რაღაცებით მოაკეთებთ. ანუ ეგერის რადიატორის ორი მინუსი აქვს. ერთი ის, რომ გამონაბოლქვის სისტემაში აყენია და გადააქვს გამონაბოლქვი შემშვებ სისტემაში და ამის რაღაცნაირად ეს რო ცდილობთ ხოლმე რა ქვია დაზაგუშკებას, ესე უხეშად ვიტყვი რა, დაცობას და მაინც გადადის და პლუს ამ ყველაფერს ანუ წყლის გაგრილება აქვს, რომელიც ასევე საკმაოდ კრიტიკული კომპონენტია და შეიძლება კარგად არ დასრულდეს თუ რომელიმე მხარეს გააპარა და გაპარებაც ახასიათებს. ამიტომ თუ რამეს აუქმებთ, გააუქმებთ ისე რომ იყოს გაუქმებული და არა უბრალოდ ფული ავიღეთ და გავაუქმებთ რა. ანუ მაგვითობით რომ მივიდგებით რაღაცებს, ეგ ვისაც ეხება თვითონ მიხვდება და თუ ვერ მიხვდება, მაშინ აღარ გააუქმო არაფერ თუ ვერ ხვდები ხარას გეუბნები. მოდი რაც შეეხება ხა საწვავი ამოვატანინოთ. აი, საწვავი ამოტანილია და ვნახოთ ეხა რას იზავს რამდენ ხანში დაიქოქება. ცადოთ ერთი ორი და დავშვიდება. დავშვიდა სისტემაში ავსოს წესი რა, ცოტა ხანი დავველოდოთ. არა, შეავსოს ყველაფერი რა, ვაცი. აირებია? აირებიც არის და კომპენსატორებიც შეიძლება იყოს. ო, ეკი. ხო, და ვაცადოთ ცოტა ხანი. სისტემაში აირი ხო არის? აირი დიდი შანსია რომ ყოფილიყო სისტემაში. აუ, რამდენი შეცდომა აქვს ეგერში კიდე წასაშლელი. ეს არის ეგერ გაუქმებული მანქანა რა, მაინც ვეცეთ. ყველა ეგერია. ხო, ანუ ეგერს რომ გამოაძრო, მე რამდენი რაღაცა გაძ. ერთ-ერთი ვოზდუხამერი არ არის შეერთებული. ხო, რა დანარჩენი ყველაფერი ეგერია. აა, სუპერ, ეგერია. ორი არის აეროზოლი მარტო აქ და დანარჩენი ეგერია სულ. და ნუ დინამო. ერთი ჩავაქროთ, ახლიდან დავქოქოთ. და პარამეტრები ყველაფერი მწყობში. დღეს შოთიკოსთან წავა ეს მანქანა და ადამიანურად გაუქმდება ეგერების და ყველაფერი პროგრამულადაც მოცილდება. კი, ეს დაამთავრე გავიყვანით და შემოვიდა შემდეგი. ხო, მოკლედ დღეისთვის ამ ვიდეოში სულ ეს იყო. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, შიგადაში ტექნიკურ კონტენტსაც შემოგაშველებთ ხოლმე, მაგალითად როგორც ეს ვიდეო იყო, დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლის ძალიან მცირე რაოდენობა უყურე ამ კადრამდე და მომენტამდე, მაგრამ მაინც დარჩით ჩვენთან და შემდეგ ვიდეოებს დავდროებით.